სირიაში ქრისტიანებს ხოცავენო. თუ კარგად დავაკვირდებით, ვინ ავრცელებს ამ რუსულ დეზინფორმაციას, აღმოვაჩენთ, რომ საქმე გვაქვს ან ყალბანგარიშებთან, ან საქართველოში რუსული გავლენების ძალებთან. რა ხდება სინამდვილეში სირიაში? დავიწყოთ იმით, რომ სირიის ლატაკიის ქრისტიანულმა ეკლესიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, ნუ აყვებით ჭორებს. ასევე ეკლესია ამბობს, რომ ისინი არიან მჭიდრო კავშირში ახალ ხელისუფლებასთან და ყველაფერი ექვემდებარება სტაბილურობას. სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც მდებარეობს რუსეთის საავიაციო ბაზა, შეტაკებები მოხდა გარდამავალ ახალ სირიის მთავრობასა და ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ შეტაკებებს ემსხვერპლა 1000 ადამიანი, აქედან 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საუბარია ბაშარ ასადის მხარდამჭერებზე, ისლამის შიიტური მიმართულების ალავიტური სექტის მიმდევრებზე. როგორც ვიცით, ალავიტები წარმოადგენენ ქვეყნის 10%-ს. ალავიტი ბაშარ ასადის ოჯახი ქვეყანას 50 წლის განმავლობაში მართავდა. სირიის ახალმა ლიდერმა შექმნა საგამოძიებო კომისია, განეიტრალდა ბაშარ ასადის ალავიტური დაჯგუფება და ასევე მიმდინარეობს დამნაშავეების დაკავება. დატყვევებული ოფიცრების აუდიო ჩანაწერებიდან ვლინდება, რომ აჯანყების ოპერატიული საკოორდინაციო შტაბი მდებარეობდა რუსულ ბაზაზე. აჯანყება დაგეგმეს გენერლებმა გიას დალამ და იასირ სალხაბმა. სირიელები მასიურად წერენ მსგავსი შინაარსის ტექსტებს, სადაც ნათქვამია, რომ წარმოიდგინეთ 50 წლის განმავლობაში ალავიტები აწამებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ახდენდნენ ტერორს, აუპატიურებდნენ და კლავდნენ სირიელებს. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს სასტიკ შურისძიებას და საპასუხო ძალადობას. სირიის ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს შეაკავოს გამწარებული ხალხი. საბედნიერო სიტუაცია დასტაბილურდა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. სირიის ახალი ლიდერი მიიწვიეს ბრიუსელში 17 მარტს კონფერენციაზე სირიის მომავალი. დეტალურად ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვიდეორგოლი, რომელიც ეხება სედნაიას ციხეში ჩადენილ სისასტიკეს, სადაც 300-ამდე ადამიანი ჩახოცეს. ვიდეორგოლის ლინკი იხილეთ კომენტარებში.